მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ფიქრობდა დღეს ჩემზე და რას იხსენებს. დღეს გვაქვს სამპოზიციანი გაშლა, ერჩიეთ პოზიციები ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ და მზად რომ იქნებით შემდეგ განაგრძოთ ყურება. ასევე შეგიძლიათ ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ ხოლმე, რადგან მაშინ იწყებს ინფორმაცია რეზონირებას, როდესაც მას ჩართავთ მოусმენთ და არ აქვს მნიშვნელობა საიტზე, როდის არის ვიდეო განთავსებული. პირადი კონსულტაცია თუ გსურთ, ან ტარო შესწავლით ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ დეტალებზე მომწეროთ მესენჯერში, ხოლო Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც კომენტარების ველში, ასევე ვიდეოს აღწერაშიც. დავიწყოთ პირველი პოზიციის განხილვით, მოგესალმებით პირველებო და ვნახოთ, ფიქრობდა დღეს თქვენზე ის ადამიანი, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ და ასევე გავიგოთ თუ რას იხსენებს ის. დღეს თქვენზე ეს პიროვნება ფიქრობდა და ასევე ჰქონდა ასეთი ორჭოფობა ფიქრთან ერთად, თუ გამოსულიყო კონტაქტზე და კონტაქტებოდათ თუ არა. დაერეკა თუ არა, მოეწერა თუ არა, რაღაც ვერ ჩამოყალიბდა ამ ფიქრებში, რა გადაწყვეტილება მიიღოს ამის შემდეგ, დაგეკონტაქტოთ თუ თავი შეიკავოს, ან რა ტექსტი მოგწეროთ, რაღაც გეგმებს აწყობდა, რაღაც შანსებს იაზრებდა თუ რა შანსი შეიძლება ჰქონდეს დარჩენილი თქვენთან, ან რა შეიძლება მოხდეს თუ დაგეკონტაქტათ, თუ ახლა იწყებთ ურთიერთობას, აქვს თუ არა შანსი, აი ეს რაღაცა შეფასების პერიოდი აქვს. ეძნელება ეს პროცესი, მარტივად გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და ფიქრში საკიდან გამომდინარე ცოტათი ორმაგი ფიქრები აქვს და ემოციური მიქსი აქვს. ხან უნდა ხოლმე, აი მაგალითად დღის მანძილზე, ხან უნდა რომ ესაუბრა თქვენთან, მერე გადაიფიქრა, მერე რაღაც შეიძლება თავშეკავების პერიოდი ქონდა და ფიქრებში აქვს ესეთი ცოტათი გაურკვეველი მომენტები. შეიძლება რაღაცის შემოთავაზება უნდა ამ პიროვნებას თქვენთან და ამაზე ვერ ჩამოყალიბდა, შემოგთავაზოთ თუ არა, გაბედოს თუ არა თქმა. კიდევ ვნახოთ, ფიქრობდა თუ არა დღეს, დიახ, რა თქმა უნდა, ფიქრობდა, მაგრამ ორმაგი კარტები ამოდის სულ. თქვენს პოზიციაზე ეს არის გაბედული პოზიცია, როდესაც განბედაობა გემატება და რაღაც იდეები გაქვს და რაღაცის განხორციელება გინდა და საკუთარ თავს ძლიერ პიროვნებად მიიჩნევ და ფიქრობ რომ სუსტი არ ხარ და ყველაფერი შეგიძლია, ეს პერიოდი და სტადია ჰქონდა დღეს, მეორე წუთში ისევ რაღაც თითქოს მეორე მე ჩაერთო და ეს ყველაფერი გააჩერა და აღარ განახორციელა. ისევ რაღაც მომენტში თითქოს ამ პასიურმა მხარემ დასძლია და თავი შეიკავა. დღეს ჰქონდა დიდი ჭიდილი საკუთარ თავთან, ესე დავარქმევ. საკუთარ თავთან დიალოგი, სურვილების მიქსი, ფიქრები, მაგრამ თქვენზე ფიქრობდა. მოდი ვნახოთ, რას იხსენებს ეს პიროვნება. პირველ რიგში თქვენ მოხვედით, მით უმეტეს თუ ხართ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები, ლომი, ვერძი, მშვილდოსანი, ეს პიროვნება ფიქრობდა თქვენზე დღეს. გიხსენებდათ თქვენ. პირველ რიგში ამოხვედით როგორც ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს საჯარო გაშლა არის და ყველაზე ზოდიაქო რეზონირდება, აქედან გამომდინარე, ეს პიროვნება შეიძლება ფიქრობდეს, რომ გიხსენებთ როგორც აქტიურ ადამიანს, რომელმაც დიდი აქტიურობა გამოიჩინა მის მიმართ, რაღაცაში ძალიან გახსნილი იყავით მის მიმართ, ამას იხსენებს როგორი გულწრფელი ან რაღაც ქარიზმატული ურთიერთობა გქონდათ, როგორ აქტიურად იყავით მასთან მიმართებაში, როგორ თავისუფლად იყავით, როგორ უმჟღავნებდით საკუთარ აზრებს, სურვილებს, თქვენს ემოციებს, აი რაღაც თქვენი შინაგანი ურთიერთობის, ასე ვთქვათ, მონახაზი გაიხსენა და თქვენი შინაგანი ხასიათი, ეს რაღაც მომენტები, ფრაგმენტები ახსენდება ამ პიროვნებას. ყველაფრის თავიდან დაწყება უნდა, ყველაფრის თავიდან გამეორება უნდა ამ ადამიანს,
ამ ყველა მოგონების, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდი გაიარა თქვენთან ერთად, ან შეიძლება ის დღე, ერთადერთი დღე იყო მისთვის ძალიან დამამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი და თითქოს თქვენთან მან ის ემოციები მიიღო, რასაც ესე ბევრ პიროვნებასთან ვერ მიიღებდა, რაღაც განსაკუთრებული, ესე ვთქვათ, მუხტი და ნაპერწკალი დაინახა, რაც თქვენ შორის გაჩნდა. თავს რაღაც მოგონებებში არის ეს პიროვნება, მაგრამ იცით როგორი მოგონებები არის, ხელი არ აქვს შაქნეული ამ ყველაფერზე, იცის რომ აი სადღაც სჯერა რაღაცაში წარმოდგენილი აქვს, რომ ეს ყველაფერი შეიძლება დაბრუნდეს და ისევ გქონდეთ ესეთი განწყობა ერთმანეთის მიმართ და გქონდეთ ისევ შთამბეჭდავი დღეები. ფიქრობს, რომ ამის ძალა ორივეს გაქვთ, ამის სურვილი ორივეს გაქვთ, მაგრამ თითქოს აი რაღაც ბიძგი სჭირდება კიდევ, რომ ეს ყველაფერი დაიწყოს და აი მან რომ ნაბიჯი გადმოდგას, თითქოს უკვე ყველაფერი გამარტივდება და მარტივად დაიწყება თქვენ შორის კომუნიკაცია. ასეთი პოზიცია გამოგივიდა დღეს დაგემშვიდობებით პირველებო. გადავინაცვლოთ ჩვენი ორი პოზიციის განხილვა, დავიწყოთ, მოგესალმებით მეორეებო და ვნახოთ თქვენ შემთხვევაში ფიქრობდა თუ არა დღეს თქვენზე ჩაფიქრებული პიროვნება. ფიქრობდა დღეს თქვენზე და რას იხსენებს. თუ ერთად მუშაობთ, ეს ადამიანი სამსახურის მსვლელობის დროს მუშაობის პროცესში ხშირად გიყურებთ ხოლმე და თვალს გადევნებთ და დღესაც გაახსენდით სამსახურთან დაკავშირებული რაღაც მომენტი გაახსენდა, თუ სწავლასთან ხართ კავშირში, აი ამ მომენტშიც გაახსენდით, აი სადღაც შეიძლება გქონდეთ საერთო საქმე, საერთო მისწრაფება და აი იმ პროცესში გაგიხსენათ. ან შეიძლება დღეს რაღაც მომენტში თავის პირად საქმიანობას დაუთმოდრო და რაღაც საქმიანობის დროს ახსენდებით თქვენ, მაგრამ ამ პიროვნებას აქვს თქვენს მიმართ ინტიმური ხასიათის ფიქრი და ინტიმური ხასიათის, ასე ვთქვათ, ფანტაზიები თქვენზე. ანუ ფიქრებში უფრო მეტად არის მის ფიქრებში თქვენთან დაკავშირებული რაღაც ვნებები, ესეთი ფანტაზიები, მიზიდულობა, აი ამ ყველაფერზე ფიქრობს, იმიტომ რომ ძალიან იზიდავთ მას. ამჟამად ამოდის დღევანდელ დღეზე საკმაოდ ესეთი ინტერესი, ფიზიკური ინტერესი. თulis რომ ძალიან სექსუალური ხართ, ძალიან მიმზიდველი ხართ, ძალიან კარგად გამოიყურებით, ლამაზად გაცვიათ და ეს რაღაც გონებაში თქვენი ვიზუალი ძალიან შთაბეჭდილი აქვს, ხო? შთაბეჭდავი ხართ მის თვალში, თქვენი ვიზუალი ახსენდებოდა დღეს. ფიქრობდა თუ არა დღეს თქვენზე, რა თქმა უნდა ფიქრობდა. სხვათაშორის უნდა რომ უფრო მეტი მიიღოს თქვენგან, ან ბოლომდე გაეხსნათ ერთმანეთს, ან რაღაც სიახლეები შეიტანოთ ურთიერთობაში. ამ პიროვნებას სურს რაღაც უფრო მარტივი ხასიათის ურთიერთობა, ყველანაირი დრამების და პასუხისგებლობის და რაღაც რთული ეტაპების გარეშე. აი სულ კარგზე არის ორიენტირებული, რომ ყველაფერი მოხდეს თქვენ შორის, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ კარგი, არანაირი პრეტენზიები, არანაირი ვალდებულებები, არანაირი სიმძიმე. რაღაცნაირად ეს ურთიერთობა მას ესახება როგორც დღესასწაული. დღეს ფიქრობდა თქვენზე, რომ აი ესეთი ურთიერთობა სურს მას თქვენთან. კომუნიკაციაში თითქოს იხსენებს თქვენზე ესეთ რაღაცას, რომ ხართ კომუნიკაციაში საკმაოდ ესეთი რაღაც მიმტევებელი, შეიძლება ბევრ ადამიანს ესე მარტივად არ განსჯით, მარტივად სხვაზე ცუც არ იტყვით, რაღაც მომენტში ძალიან სათნოდ გხედავთ ეს ადამიანი იხსენებს, რომ რაღაცებში თქვენც შეგიძლიათ რომ მას გაუგოთ, ძალიან კარგად გესმით მისი ბუნების. შეიძლება ორივე ხართ ცოტათი თავისუფალი ადამიანები, აი თავისუფლების მოყვარე ადამიანები და არ გიყვართ როცა ერთმანეთს ხუდავთ და ურთიერთობაში რაღაც წესებს აწესებთ და ეს ახსენდება და აი ამაში თავს რაღაცნაირად კომფორტულად გრძნობს, ანუ კომფორტის ზონა არის მისთვის ეს ყველაფერი.
იხსენებს, რომ თქვენთან თავს რაღაც ჰარმონიაში გრძნობდა და რაღაც მომენტში თქვენთან ურთიერთობა რაღაც დღესასწაულს გავდა. ესეთი ისინი აქვს ფიქრები და აქ მოხვედით მონეტების დედოფლად. შეიძლება თქვენ დაკავებული ხართ, სხვა პარტნიორი ყავთ, მაგრამ თქვენ შორის ფლირტი არის და რაღაც ნაპერწკალი არის და მოგწონთ ერთმანეთი, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება ხელშემშლ ფაქტორად გქონდეთ თქვენი მხრიდან სხვა ადამიანი. თუ სრულიად თავისუფალი პიროვნებები ხართ, ამ შემთხვევაში შეიძლება თქვენ ან ასაკით ცოტათი იმასე დიდი იყოთ, ან შეიძლება თქვენ უფრო ცოტათი ჩამოყალიბებული ადამიანი იყოთ მასთან შედარებით, ბევრი გამოცდილებები გქონდეთ, ან მეტი რესურსი გქონდეთ, როგორც ფინანსური, ასევე თანამდებობრივი. და ამაზეც იცით როგორი შეგრძნება აქვს, რომ რაღაც მომენტში თქვენ მისაბაძი მაგალითი ხართ მისთვის, ანუ შეგიძლიათ თქვენ რომ ცხოვრებაში რაღაც ბიძგი მისცეთ, რაღაცაში დაეხმაროთ, რაღაცაში გზა გაუხსნათ. გაიხსენა, რომ თქვენ მასზე იეჭვიანეთ, რაღაც სცენა აქვს დაჭერილი ისეთი, რომ სადაც თქვენ შეგამჩნიათ, რომ მასზე იეჭვიანეთ და ამ მოგონებებს ინახავს და დღეს ამაზე ფიქრობდა და ეს გაახსენდა, რომ თქვენ მასზე იეჭვიანეთ და მიუხედავად იმისა, რომ თქვენზე აქვს მას საეჭვიანო და თქვენ ასეთმა შთამბეჭდავმა ადამიანმა, რომ მის მიმართ ესეთი ემოცია გამოხატეთ, ძალიან ასიამოვნები არის და თან რაღაც მომენტში ცოტათი ისე ეღიმება კიდეც, რომ კონკურენციის გრძნობა რომ გაგიჩნდათ მის მიმართ. რაღაც ესეთი სასიამოვნო მოგონებები აქვს და რაღაც მარტივი ხასიათის, რაღაცა დაგრუზული და მძიმე ენერგია არა აქვს, რაღაც მარტივ და მსუბუქ განწყობაზე იყო დღეს. ესეთი პოზიცია იყო, ჩემო ძვირფასებო, დაგემშვიდობებით მეორეებო. ჩვენ კი ამასობაში გადავინაცვლოთ, მესამე პოზიციის განხილვა დავიწყოთ და გავიგოთ, ფიქრობდა დღეს თქვენზე და გავიგოთ, რას იხსენებს. ფიქრობდა თქვენს უარზე. ნახოთ კონკრეტულად რას გვეტყვის. რატომღაც დღეს დაფიქრდა და ესეთი დასკვნა გამოიტანა, რომ თქვენ მასთან ურთიერთობაზე უარი, იმიტომ თქვით, რომ რაღაც მომენტში მას არ აქვს ამჟამად რესურსი. არ აქვს, თქვათ, სამსახური, არ აქვს რაღაც შემოსავალი, არ აქვს რაღაც განვითარება, პერსპექტივა ცხოვრებაში და ამას ფიქრობს, რომ ესეთი განცდა დაეუფლა, რომ თქვენ მას აიგნორებთ, ან უარს ეუბნებით, იმიტომ რომ რაღაცაში ჯერჯერობით წარმატებული არ არის, ესეთი ფიქრები აქვს თქვენზე. ფიქრობდა დღეს თქვენზე, ფიქრობდა და აი ესეთი დასკვნა გამოიტანა. მან ესე ჩათვალა. ხვდება, რომ სერიოზული ბარიერები არის დღეს თქვენ შორის, მაგრამ აქაც ისეთი სიტუაცია არის მესამე პოზიციაზეც, რომ თან აქვს ისეთი სურვილი, რომ დაგიმტკიცოთ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეუძლია, წინ წამოიწევა, ყველაფერს გამოასწორებს, დაგანახებთ, რომ ტყუილად თქვით მასზე უარი, რომ ბევრი დაკარგეთ, აი რაღაცა ესეთი ფიქრები უტრიალებს. თან ვერც ბრაზდება თქვენზე და რაღაც მომენტში შორიდან გიყურებთ. შეიძლება აღარ გწერთ ეს ადამიანი, მაგრამ ან სტორებზე შემოდის, ან ფოტოს გილაიქებთ, აი რაღაცა თითქოს პატარა საკონტაქტო სივრცე დაიტოვა, რომ თქვენთან ახლოს იტრიალოს, მაგრამ კონტაქტში არ ხართ. რაღაცა ბარიერის მიღმა გიყურებთ, აი თითქოს ჯებირი არის თქვენ შორის და იმ ჯებირის მიღმა გიყურებთ, გათვალიერებთ, აინტერესებთ. დღეს ფიქრობდა თქვენზე, რომ რაღაც მომენტში საკუთარი თავი გიყვართ ყველაზე მეტად, სხვა ადამიანები
კონკრეტულად ადამიანები იმდენად არა ვიდრე თვითონ, ანუ ფიქრობს, რომ თქვენ იმდენად გიყვართ საკუთარი თავი, რომ შეგიძლიათ თქვენს გრძნობებზე უარი თქვათ, თუ მიხვდებით, რომ რაღაცაში ეს გრძნობები გაზარალებთ და საკუთარ თავს აირჩევთ და ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარ თავთან ჰარმონიაში ხართ. და ფიქრობს, რომ დღეს დაფიქრდა და მიხვდა, რომ აი ზუსტად ამიტომ მოეწონეთ თავიდან, რომ ესე დიდ პატივს სცემთ საკუთარ თავს, მაგრამ აი ამ წუთას, აი ამ პოზიციაში მისთვის ეს მომენტი ცოტათი გამაღიზიანებელი არის და ვეღარ ეგუება ამ თვისებას თქვენში. რაღაცა აღიზიანებს, რომ საკუთარ თავზე საკუთარ თავს დიდ დროს უთმობთ და პრიორიტეტი თვითონ არ არის. პრიორიტეტი თქვენი ცხოვრება არის და თვითონ ყოველთვის მეორე ხარისხოვანი არის. აი ესეთი შეგრძნებები რჩებოდა მას. ნახეთ როგორი სიტუაცია არის დღეს ფიქრობდა რომ აი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ცხოვრებაში შემდგარი გახდეს და პაჟიდან გახდეს მონეტების მეფე. ანუ დააგროვოს ფული, ყიდოს მაგარი მანქანა, იმოგზაუროს, რაღაც უფრო ესეთ წრეში გავიდეს, სადაც თქვენ რაღაც მოგწონდათ ისეთი ადამიანები, ან რაღაც შენიშნული ყავხართ, რომ რაღაცებს ალაიქებთ და ის სიტუაციები მოგწონთ. აი რაღაც მომენტში თქვენს ჯიბრზე უნდა რომ ცხოვრებაში იმაზე მაგრად იყოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ოღონდ თან ეს არის ჯიბრი. თან იცით როგორი რაღაც არის, რომ თან მე იმედი აქვს, რომ აი ახლა ესეთი რომ ვიქნები, უკვე მე დავიკავებ, ანუ როდესაც ესეთ სიტუაციას მივაღწევ და გავხდები, თქვათ, უფრო წარმატებული ადამიანი, ესეთი ფიქრები აქვს მას. მე უკვე დაიკავებს ლიდერულ პოზიციას და თქვენ ამდენი ძალა აღარ გექნებათ მის მიმართ. უფრო მე ვფიქრობ, ეს არის მისი ფსიქოლოგიური მომენტი. შეიძლება თქვენ საერთოდაც სხვა მიზეზების გამო უარყოფთ მას ან რაღაც მომენტში რაღაცაში ვერ შეეწყეთ და თვითონ ესე ჩათვალა, რომ აი ეს მიზეზი დგას და მას ჭირდება ფული, მას ჭირდება თანამდებობა იმის გამო, რომ თქვენ მერე აქეთ გმართოთ და აქეთ გითხრათ, რომ აი ახლა მე შენზე მაგარი ვარ და შენზე კარგად ვცხოვრობ და ახლა მე ვარ ლიდერი. აი ესეთ რაღაცები აქვს, აი რაღაცა სხვა შორის მე გეტყვით ერთ რამეს, რომ ამ ადამიანს მიაცით საოცარი სტიმული. თქვენ რომ არა, ეს ადამიანი იქ გაჩერდებოდა მთელი ცხოვრება, სადაც იყო. ახლა უფრო დაეწყო მას, რომ რაღაცა თვითონაც გააკეთოს და შექმნას. რას იხსენებს თქვენთან მიმართებაში? რომ ხარ ძალიან კაპრიზული, ცივი, ესეთი ასახებით, მაგრამ სულ თქვენზე ფიქრობს. რომ თქვენთან ოჯახის შექმნა უნდა და რომ სერიოზულად გიყურებდათ. და თქვენ ეს მისი ფანტაზიები და ოცნებები და ოცნების კოშკები ერთ დიდ კოშმარად აქციეთ და ის რაც ჩაიფიქრა ვერ შეძლო და ვერ განახორციელა თქვენთან და რაღაც თავი ცოტათი დამცირებულად იგრძნო, ან მისი ეგო შეილახა. რაღაცა ესეთი ფიქრები აქვს და ესეთ რაღაცას იხსენებს. შეიძლება რაღაცა ისეთი უთხარით, რომ აი ეს სათქმელი პირში უთხარით ყველანაირი შელამაზების გარეშე რაღაც ხისტად, ცივად, ემოციოდ და მიახვედრეთ, რომ მასთან სერიოზულ ურთიერთობას არ გეგმავდით, ან რაღაცა ესეთი მიახვედრეთ და ეს მოგონება ყველაზე მეტად ჩარჩა მას და დღესაც კი ძალიან მტკივნეულ მოგონებად აქვს, რომ ესეთი ცივი და უდრეკი დაგინახათ და ძლიერი ქალი ხართ თქვენ მის თვალში. ძალიან ძლიერი ხართ ემოციურად. თქვენი გატეხვა ფაქტიურად მას არ შეუძლია, თქვენზე ზეგავლენა მას არ აქვს და აქედან გამომდინარე სულ ესეთი ფიქრები აქვს და ესეთი მომენტები აქვს, აი ესეთი ასე ვთქვათ კადრი აქვს ჩარჩენილი მას, რომ აი სულ ეს ახსენდება თუ როგორი ცივი გამომეტყველებით თუ ტონით უთხარით მას რაღაც ისეთი სერიოზული, რამაც აი ეს ყველაფერი მერე აფიქრებინა და გადააწყვეტინა, რომ უნდა იყოს მაგარი ტიპი. და რატომღაც ჩათვალა, რომ თქვენ სხვა ადამიანთან წახვედით, ან სხვა აირჩიეთ, ან დღეს სხვა გყავთ, მესამე ადამიანი გაჩნდა თქვენ შორის და ეს რაღაც ესეთი ეჭვები აქვს და თან სჯერა კიდეც აი რაღაც დარწმუნებული არის ამაში, რომ არის თქვენ შორის კიდევ მესამე და იხსენებს, რომ უარი რომ უთხარით, შეიძლება ვინმე სხვასთან დაგინახეთ, ან ვინმე ფოტო დაგილაიქათ და ესეთი მოგონებები აქვს მას თქვენს მიმართ. მე დაგემშვიდობებით, ყველა წარმატებებს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე.